უსაინტერესო ესი ვიდეობლოგი გამომივა ჩემი ღრმა რწმენით. არ ვიცი იცით თუ არა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას გარდა და საგარეო უწყებიდან სხვა პირების გარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება მე მაცნობეს ცოტა ხნის წინ და ფრიად გავოცდი გულახდილად გეტყვით სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე. ბევრი თქვენგანი მკითხავს რა უნდა ბანდიტ მამუკა მდინარაძესო და მეც დავეთანხმები ამ ბევრ თქვენგანს განა არა, მაგრამ ფაქტი თუ ეს ასეა, ჯიუტი გამოდის. მამუკა მდინარაძეც არის შეერთებულ შტატებში, ვინც მეცნობა მომაწოდა, ის კი აღარ დააყოლა. ვის შეხვდა მამუკა მდინარაძე, ვის ხვდება მამუკა მდინარაძე, ან ვის შეხვდება კიდე 2-3-4 დღე გაჩერდება თუ არ ვწდები ვაშინგტონში. ეგ აღარ უთქვამს ამ პირს, ვინც მე ეს ინფორმაცია მომაწოდა, თუმცა ის კი მითხრა, რომ მან უკვე გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები და კიდევ გამართავს სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებსო. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, პრინციპში მაინც არ ვიცი, ვის შეხვდა, რა თემაზე შეხვდა, როგორ ილაპარაკეს, რატომ ილაპარაკეს, რა იყო ამერიკელების პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, რასაც გეტყვით, 2 წუთში, 3 წუთში, 4 წუთში, 5 წუთში ჩემი ვარაუდებია და არ არის ფაქტები, ხაზგასმით ვამბობ ამას. მაგრამ ვიდრე იმ თემაზე გადავიდოდე, თეორიულად შესაძლოდ რა საკითხებზე გამართა შეხვედრები სუსის უფროსმა მდინარაძემ ამერიკელ კოლეგებთან, მანამდე გეტყვით, რომ ბოლო წლებია ივანიშვილის ხელისუფლების სუსის უფროსები სულ დადიან შეერთებულ შტატებში. ოხანაშვილმა ეს ვერ მოასწრო, იმიტომ რომ ის მალევე გაანთავისუფლეს, მაგრამ ოხანაშვილის წინამორბედი აწპატიმარი გრიგოლ ლილუაშვილი არ მინდა შემეშალოს და მინიმუმ 3 ჯერ იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში რაღაცა ფორმატით შემდგარი გამართული შეხვედრების ფარგლებში შესაბამის იმ პირებთან, რომლებთანაც კონსულტაციები უნდა გაემართა, კიდეც უსაფრთხოება, უშიშროება, სადაზვერვო ინფორმაციები, დაახლოებით ეს არის ის თემატიკა, რაზეც მსჯელობენ ამერიკელები ქართველებთან მათ შორის, იმიტომ რომ ეს და საერთაშორისო დანაშაული, ეს საკითხები მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში, კანონიერი ხელისუფალი, ადეკვატური ხელისუფალი თუ არაკანონიერი და არაადეკვატური თუნდაც. ლილუაშვილზე ამიტომაც იეჭვიანაო თავის დროზე ობიზინა ივანიშვილმა, ესეც კი მსმენია, მაგრამ ამ ჭორს თქვენ ის ნებართვით არ გავყვეთ ახლა. მოკლედ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მამუკა მდინარაძე შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ვაშინგტონშია. მე და ხაზგასმით ვამბობ, რომ მე არ ვფულობ ინფორმაციას ვის შეხვდა, მაგრამ დავუჯეროთ წყაროს, ვინც ეს მიამბო. და ვენდოთ და ვთქვათ ჩვენს, რომ უთუოდ ექნებოდა მას მდინარაძეს საინტერესო შეხვედრები. რა შეიძლება იყოს ამერიკელთა ინტერესი, რაზე შეიძლება საუბრობდნენ ამერიკელები. პირველ ყოვლისა გაგიკვირდებათ და არ მიწყინოთ და არა პოლიტპატიმრებზე საქართველოში, არა სინდისის პატიმრებზე, არა ირანის თემაზე, კი არა კავკასიის თემაზე, არა არჩევნებზე, ირანი გადავდოთ თქვენის ნებართვით, არა არჩევნებზე, არა ამა თუ იმ ჯოჯოხეთურ კანონზე, რეპრესიებზე და ასე შემდეგ, რაც ჩვენთვის პირველხარისხოვანი თემებია. არამედ რო წამომხსდა ახლა, სწორედაც რომ ირანზე. ირანში დაგეგმილი არის, ან გამორიცხული არ არის, რომ დაიწყება კომპლექსური ამერიკის შეერთებული შტატების კომპლექსური შეტევა აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ, აიათოლების ალი ხამენეის ჩამოგდების მიზნით და იქ სიტუაციის დაჭერის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაჭერის მიზნით, ან ამ შედეგს რომ მიაღწიოს შეერთებულმა შტატებმა, გამორიცხული არ არის, მე კი აკითხავთ, მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ისევე როგორც ბევრი, მეც არ გამოვრიცხავ, ის თუ მაინც და მაინც პროცენტებზე ვისაუბრეთ, მე მგონია, რომ 80, 95, 90% მაინც დაიწყება ეს იერიში. ირანზე მიტანილი იქნება იერიში და 10, 20% არის იმის შანსი, რომ ეს იერიში ამერიკამ არ მიიტანოს. მამუკა მდინარაძესთან სალაპარაკო მთავარი თემაც სწორედ ეს არის, ისევე როგორც დარსალიასთან, ჩემი ვარაუდით. ამერიკელები ეუბნებიან მდინარაძესაც მათ შორის. არ გვაინტერესებს საბოლოო ჯამში, რას ფიქრობთ თქვენ, ქართველები? ჩვენთვის მნიშვნელოვანი აიათოლების რეჟიმის დამთავრება. ამისთვის საქართველოს შეიძლება იყოს გამოყენებული
მისი აეროდრომები, ჩვენი ავიაციისთვის, ავიაციისთვის, რომლებმაც აქ უნდა შეაფსონ საწვავი, მაგალითად ვამბობ. თუ ეს შეტაკებები ირანთან გაგრძელდა, დროში გაიჭიმა, ანუ 2-3 დღეში კი არ მომრგვალდა მოთავდა, არამედ გაგრძელდა მაგალითად 2 კვირის, 3 კვირის, 1 თვის, 2 თვის, 5 თვის განმავლობაში თან არ დაგავიწყდეს, რომ სახმელეთო ოპერაცია მაღალი ალბათობით დაწყებული არ იქნება. მამუკა მდინარაძეს, მოდი ასე გეტყვით, საქმის კურსში აყენებენ. ვალდებულება ექნება მამუკა მდინარაძეს, რომ ეს მოუტანოს არა მხოლოდ კობახიძეს, ეს ინფორმაცია ჩამოუტანოს აგრეთვე ტელეფონით დაუკავშირდეს კობახიძეს. არამედ უშუალოდაც მოახსენოს ნაჩალნიკ კობახიძეს და ორივენი ავიდნენ თლად ნაჩალნიკ ივანიშვილთან, ავიდნენ შეგდებოდათ ვამბობ ამ სიტყვას. ავიდნენ აბასთუმნის უღრარებში გამაგრებულ ოლიგარქთან. ეს საინტერესოა ჩვენს კონტექსტში სხვა მიზეზის გამოც. ირანის რეჟიმი იმუქრება და ამბობს დაახლოებით ამგვარს, ვინც კი ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში, წარმოებაში, შესაძლოდ ყველა შეიძლება იყოს ჩვენი დარტყმის ობიექტი. გვინდა ახლა ჩვენ ჩართვა ამ ომში, მაგრამ ჩვენზეც რომ არ არის დამოკიდებული. თქვენი აზრით უარს ეთქვის ბიზინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს? რო გითხრათ, რომ გააქრობენ მეთქი, გვარიერად გადაჭარბებული იქნება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ფრიად გაჯავრდება ბიზინა ივანიშვილის შესაძლო უარის, არ გამოსარიცხი უარის შემთხვევაში ესეც ფაქტია. მეორე მხრივ, სქილასა და ქარიბდას შორის არის გაჭედილი ეს კაცი, ოლიგარქი ივანიშვილი. იქიდან რუსები მოსკოვიდან ეუბნებიან, რომ არ გაბედო დახმარება ლოჯისტიკური ერთგვარი ცენტრის ან ლოჯისტიკური ერთგვარი სივრცის შეთავაზება საქართველოს სახით ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. გაჭედილია მეთქი, მაგრამ თავის თავს დააბრალოს. თხარა ბიზინა ივანიშვილმა თაგვმა და კატა რუსეთის სახით გამოთხარა. ამდენი რომ შემოიყვანე, ასეთი ინფილტრაცია რომ მოხდა რუსებისა ყველა სტრუქტურაში, იმიტომაც ხარ ბიზინა, შენ დაუცველი მეთქი ეს რომ გითხრა, ეწყინება, ვიცი, წყენია კაცი ხარ. მოკლედ მისი ბრალია. და ამერიკელები არც ეკითხებიან საბოლოო ჯამში, მათ სჭირდებათ ჩვენი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ემანდრამე რომ მოხდეს, ჩვენს დაგვეყრდონ, მაგრამ ირანიც არ იქნება გულხელდაკრეფილი აქვე. თან ირანს აიათოლების რეჟიმს ახსოვს არც თუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ მაინც ირანის მხარდასაჭერი, ირანის საზოგადოების მხარდასაჭერი ანტი-აიათოლა 2 თუ 3 აქცია დედაქალაქში, ცენტრში და მან შესანიშნავად იცის, ირანის ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, რომ თბილისში თუ ზოგადად საქართველოში თავმოყრილნი მის მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანები სულაც არ არიან და შესანიშნავად იცის, რომ ქართულ სახელმწიფო საზოგადოებას პირველ რიგში, ესე ვიტყვი, არა პალესტინის კონტექსტში, არამედ ისრაელ-ირანის კონტექსტში უფრო პროისრაელური, პროებრაული განწყობები აქვს რასაკვირველი. ამიტომ ეს მთავარი თემა იქნებოდა დინარაძესა და გვარი არ ვიცი, მაგრამ იმ კოლეგებს შორის შეხვედრაზე, რომლებსაც სუსის უფროსი უთუოდ შეხვდა. ისმის კითხვა, ესაუბრებიან თუ არა ამერიკელები ამერიკის ინტერესზე და რაც გითხარით, ეს სწორედ რომ ამერიკის ინტერესია. მაგრამ პარალელურად ესაუბრებიან თუ არა იმაზე, რაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ შეთავაზების ფორმატში, მაგალითად, პირობითად ანაკლიაზე. არა, დინარაძეს ანაკლიაზე არ ელაპარაკებიან. მას რაზე ელაპარაკებიან? ადამიანის უფლებებზე? გამოუშვით მზია, ანდრო ზვიადი და ათეულობით პატიმარი. დინარაძეს ამ თემაზე მაღალი ალბათობით არ ელაპარაკებიან, ჩემი აზრით. თუმცა მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ აქა-იქ ამუკა მდინარაძე დღეს ხვალ ზეგ, როცა გამართავს შეხვედრებს, ამ თემაზეც კი არ გადაუკრავენ სიტყვას, არამედ ეტყვიან, რომ შენ თუ გინდა, ანუ ბიზნეს თუ უნდა რომ დაბრუნდეს საქართველო ამ მრგვალ მაგიდასთან, ამერიკა ყოველ შემთხვევაში იყოს თქვენი პარტნიორი, თქვენ შიდა პოლიტიკაც ერთგვარად ან მნიშვნელოვანწილად უნდა შეაცვალოთ, შეარბილოთ. ამდენი პატიმარი კი არა, პატიმარი საერთოდ არ დაგყავდეთ, კანონები უნდა გააუქმოთ, მიღებული ჯოჯოხეთური კანონები
რეპრესიული მანქანა უნდა დაასრულოთ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, უნდა შექმნათ სწორი გარემო, სწორი მართებული გარემო და მერე ჩაატაროთ არჩევნები და არჩევნების შედეგად ვინც ის და იქნებოდა წახვიდეთ კიდეც. ანაკლია, სხვა მეგაპროექტები, შუა დერეფნის საკითხი მდინარაძესთან განსახილველი არ არის. ეგრა მაგის პასუხი. მაგრამ აქ იგითხარით ეს თემები ჩემი მოსაზრებით გახმიანდება, გაჟღერდება ხვალზე. მაგრამ მდინარაძესთანაც კი ეს არ იქნება გენერალური ხაზი. გენერალური ხაზი მაინც არის ირანი. თუ ურთიერთობების ნორმალიზება როგორ ესმის თბილისს ესმის ურთიერთობის ნორმალიზება ასე მე სუვერენული სახელმწიფო ვარ, სუვერენული სახელმწიფოს მმართველი ვარ, რასაც მინდა იმას ჩავიდეთ. ამერიკას ესე არ ესმის. ამერიკა ამბობს, რომ შენ რასაც გინდა, იმას ვერ ჩაიდენ მაშინ, თუ იმ შემთხვევაში თუ რასაც შენ აკეთებ, ანტიამერიკული ინტერესია. ანტიამერიკულია პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც ჩადის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება კარგახანია ამერიკი. უკრაინას რომ არ ეხმარება, ესეც ანტიამერიკულია, უკრაინასთან რომ არ არის, ესეც ანტიამერიკულია. საქართველოში ადამიანის უფლებებს რომ ზღუდავს, ანგრევს, ზღუდავს, აცამტვერებს, ანტიამერიკულია. შუა დერეფნის კონტექსტში ადეკვატური რომ არ არის, ანტიამერიკულია. ინვესტიციები რომ არ არის დასავლური და არის ჩინურ-რუსული, ანტიამერიკულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ადრესატი არის თუ არა მდინარაძე, კი შეიძლება გადაუკრან სიტყვა. მაგრამ თავარი ადრესატი რასაკვირველია ბიზნეს ივანიშვილია, რომელსაც ვერ შეხვდებიან, მაგრამ კობახიძესთან შეხვედრა რომ გაიმართოს, მე სულაც არ გამოვრიცხავ, ოღონდ რასაკვირველი არა ტრამპის დონეზე. თავარი სათქმელი იქნება კობახიძისთვის სხვა რამე და არა მდინარაძისთვის. იქეცით ისე, რომ საქართველოს ამერიკულ დღის წესრიგში დაბრუნდეს, ამერიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეთ, ამერიკის ინტერესები გაატარეთ რეგიონში, როგორც სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაატარეს. ეგრა მაგის პასუხია სომხეთზე 2 სიტყვას და აზერბაიჯანზე კიდე 2 სიტყვას ვიტყვი 2 წუთში. სწორედ ირანის კონტექსტში. მაგრამ მაინც გამოიყენებს ამ იოტის სოდენას შანს ბიზნა ივანიშვილი, არ დაუფრთხება რუსეთს, რომელიც ჩრდილოეთიდან მშობელი მამის მსგავსად არა, მამინაცვალივით გვადგას, რომელიც მას არ უტოვებს მოქმედების დიდ ამპლიტუდას ივანიშვილს, მე მგონია რომ ვერ გამოიყენებს. ანუ მამუკა მდინარაძე სულ ამერიკის დროში დაბრუნდეს ვაშინგტონიდან, მას საბასტუმანში არ მიიღებენ. ვერ გაბედავს და თუ გაბედავს, ისეთივე ბედს გაიზიარებს, როგორი ბედი ცხვრაწილად გრიგოლ ლილუაშვილს ან ნებისმიერს, ვისაც მაგალითად კვირიკაშვილს, რომელიც სულაც არ დაუჭერიეთ, მაგრამ არც დაიჭერენ, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, მაგრამ კვირიკაშვილი ხომ ამათ მთავრობაში ყველაზე პროამერიკელად ითვლებოდა და ბიძინა თქვა, რომ არა, კვირიკაშვილი მომაცილეთ იეჩვია ტრამპს. შენახვედრი კაცია ეს კვირიკაშვილი. კი არ ვიგონებ რამეს. არ უყვარს ამ ეზიზღება ამ ოკეან გაღმელები. რუსეთი ურჩევნია. ესეთია ბანდიტურ, სავოკურ, მოსკოვურ, პეტერბურგულ, კიდე რა ვიცი. კრიმინალური მენტალიტეტისა ეს ჩვენი ბორია ივანიშვილი. მოკლედ, ეხლა შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით კი არა ობიექტურად ასეა. ირანის კონტექსტში ისინი სადაც ამერიკის შეერთებული შტატები ესოდენ სერიოზულად მონაწილეობს რიგ პროექტებში და კონკრეტულად ტრიპის პროექტში, სომხეთი და აზერბაიჯანი მთლად ძმაკაცები არ არიან შეერთებული შტატებისა, განიგვირდებათ და მიზეზი შეგვიძლია, პრინციპში შეგვიძლია ვისაუბროთ, აზერბაიჯანი პრინციპში მიხვება უფრო თურქეთის პოლიტიკას, რომელიც არ არის დიდად დაინტერესებული, დიდად აღფრთოვანებული შესაძლო შეტევით ირანზე, იმიტომ რომ რეგიონში შეიძლება აირიოს მართლაც ვითარება და იქ ბევრი სხვა პრობლემა შეიძლება, მათ შორის ჰუმანიტარული პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. ეს ერთი და ასევე იმ კონტექსტში, რომ თურქეთს არ სურს ისრაელის დამეტანი გაძლიერება. ბარემ ვიტყვი ამასაც. დამბალანსებელი მას უნდა ჰყავდეს არა მხოლოდ საკუთარი თავის სახით, არამედ ირანის სახითაც. ეს ერთი და რეგიონში რომ ვითარება აირევა, ეს მაღალი ალბათობით ესეა. სომხეთის ამ პოლიტიკას იზიარებს, მას აფრთხობს მათ შორის მომავალი არჩევნების კონტექსტში, სხვაგვარად არ ითარგმნოს ან ივნისში არჩევნები. ან სხვაგვარად არ განვითარდეს უშუალოდ შიგნით მოვლენები, ამიტომ ცოტა
გვერდით დგავა, რომ ეს თქვა ოფიციალურმა ერევანმა. ამასობაში საქართველოში იცით თქვენ და მე მგონი წინა ვიდეო ბლოგში თქვი, რომ ჩამოდიან, მოფრინავენ ამერიკული იარაღი, ამერიკული თვითმფრინავები. რატომ აკეთებენ ამას? თბილის კი არ იკითხებიან. არა, რასაკვირველია ფორმალურად გადათანხმებულია ეს ყველაფერი, მაგრამ თბილის არ ეკითხებიან. ამერიკა ამბობს, რომ ეს ტერიტორია, ეს ქვეყანა, კონკრეტულად ეს ტერიტორია, სამხედრო ასაფრენის ზოლები მე მჭირდება, იმიტომ რომ რამე რომ მოხდეს, აქ ვინმე უნდა დაეშვას, საწვავი უნდა შეივსოს. ეს ორი თვითმფრინავი კი არა, შეიძლება ვფიქროთ ათეულობით თვითმფრინავი, 20, 30, 50 თვითმფრინავი, დღეში მეთქი ასე ვიტყვი. მამუკა მდინარაძის ამის თაობაზე აცნობეს, იმიტომ რომ ამერიკის ინტერესი is the first, ანუ პირველი ამერიკისთვის, ასე გეტყვი. კაი დედის შვილი ხარ და უარი უთხარი აბა. მეგობარი აქტი, სანატრელი გექნება, მეთქი, ვიტყვი ასე. ნახევარ საათში დაამთავრებს, მოაგვარებს საქართველოს საკითხს ტრამპი, თუ არა ადეკვატური იქნება ბიზინა ივანიშვილი. ანუ რაც ხდება საბოლოო ჯამში, მდინარაძის ვიზიტიც კი კარგია, მეთქი გავბედავდა, ვიტყვი ასე. კონგრესის დელეგაციაც, არა, ესენი კონგრესმენები არ არიან, მაგრამ იცით თქვენ რომ ესენი მოამზადებენ ამასობაში ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით სწორედ ქვედა და ზედა პალატის წარმომადგენელთა ერთობლივ ვიზიტს. იცით თქვენ რომ ომანში გაიმართება მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით და აქედან ვიღაცეები კიდე ჩადიან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ვაშინგტონში. სამშდა არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ სამშვიდობო ოპერაციები თუ დასჭირდება შეერთებულ შტატებს, საქართველო უკრაინა არ იგულისხმება, ოღონდ ახლო აღმოსავლეთი იგულისხმება, ჩაერთვება ამ პროცესში. ოღონდ მთავარი პირობა ამერიკის შეერთებული შტატებისა არის შემდეგი. ბიზინა ივანიშვილი უნდა იყოს პირველი ადეკვატური მოთამაშე, ხოლო ადეკვატურობის პიკი არის აქ ხელისუფლებიდან წასვლა, აქედან წასვლა, მანამდე ისე თამაში, რომ საქართველო არ აირიოს, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ნელ-ნელა უნდა წავიდეს დათმობებზე. უნდა წავიდეს, სხვა შანსი ამ ტურბულენციაში ბიზინა ივანიშვილს არ აქვს. ამიტომ კი შესაძლოა ბევრი თქვენგანი გაბრაზდეს, რატომ ჩაიყვანეს მამუკა მდინარაძე იქო და კარგია, რომ ჩაიყვანეს, თუ ყურს ერთგვარი ფორმით აუწევენ და რასაკვირველია დაელაპარაკებიან ამერიკის ინტერესზე. ამერიკის ინტერესზე ზოგადად რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში. რას გაიგებს უშუალოდ მამუკა რუსი, როგორ ჩამოუტანს ამ ყველაფერს ირაკლი რუსს და ორივენი როგორ აუტანენ ამ ყველაფერს პარანოიკ ბიზინა ივანიშვილს, ეს სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და უნდა მომიტევოთ, როგორ სიტყვასაც კი არ ვიტყვი ამ თემაზე. ნახვამდის.